წმინდა ნინო ღვთის სიყვარულით იზრდებოდა. ამაში დიდი წვლილი თავის მშობლებს სოსანასა და ზაბულონს მიუძღვოდათ. გოგონას უდიდესი სიხარული ეუფლებოდა, როდესაც მშობლები უკითხავდნენ ქრისტეს ცხოვრების შესახებ. ზაბულონი სახელგანთქმული მხედართმთავარი იყო. მან ერთ დღეს გადაწყვიტა ოჯახთან ერთად იერუსალიმში საცხოვრებლად გადასვლა. ისინი პატრიარქ იუბენალს ეწვივნენ. პატრიარქი სოსანას ძმა გახლდათ. მან დალოცა სტუმრები და აკურთხა მათ საქმეში. მალე ზაბულონი ბერად აღიკვეცა. სოსანა კი გლახაკი და ავადმყოფი ქალების მომვლელი გახდა. ნინო ერთ ღვთისმოშიშ განსწავლულ ქალს, სარას მიაბარეს აღსაზრდელად, რომელიც იერუსალიმში მაცხოვრის ამაღლების ტაძარში მსახურობდა. სარა ნინოს მუდამ იესოს ცხოვრების შესახებ უყვებოდა. იესოს კვართი საქართველოშია, მცხეთაში. კვართი რა არის, სარა? კვართი პერანგია. საქართველოს სად არის? ჩვენგან ჩრდილო აღმოსავლეთით. ნინო მაცხოვრის კვართის ადგილსამყოფლით ძალიან დაინტერესდა. სარა ნინოს ღვთის სიყვარულითა და კეთილმსახურებით ზრდიდა. გოგონა დღედაღამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა. ერთ დღეს მას ლოცვისას ღვთისმშობელი გამოეცხადა. ნინო, საქართველო ჩემი წილხვედრი ქვეყანაა. იქ უნდა გაგგზავნო, რათა იქადაგო ქრისტიანობა. ღვთისმშობელო, მე უსწავლელი ქალწული, როგორ შევძლებ ამ საქმის შესრულებას? მაშინ ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მიაწოდა და უთხრა: აიღე ეს ჯვარი, დაგეხმარება სირთულეების დაძლევაში. მე ვიქნები შენი დამხმარე და არ მიგატოვებ. ხილვა რომ დასრულდა, მართლაც ნინოს ხელში სასწაულმოქმედი ჯვარი ეჭირა. ის მაშინვე პატრიარქთან წავიდა და უამბო ამ სასწაულის შესახებ. პატრიარქმა გაოცდა და მადლობა შესწირა ღმერთს. ნინოს კი უთხრა: წადი და იქადაგე ქრისტიანობა, კურთხევას გაძლევ. ნინო ჯერ ეფესოში წავიდა, შემდეგ სომხეთში გაჰყვა ქრისტიან ქალებს რიფსიმესა და გაიანეს. რიფსიმე და გაიანე ქრისტიანობის მიღებისთვის სომხეთის მეფემ აწამა. ნინო გადარჩა და საქართველოში წამოვიდა. ის ჯავახეთის მთებით შემოვიდა ქართლში. მას გზად ფარავნის ტბასთან ჩაეძინა და სიზმრად იხილა ბრწყინვალე კაცი, რომელმაც წერილი გადასცა და უთხრა: ეს წერილი ქართლის წარმართ მეფეს გადაეცი. ერთ დღეს ნინომ შეიტყო, რომ ქალაქის მცხოვრებნი არმაზის კერპის თაყვანსაცემად აპირებდნენ წასვლას. გოგონამ გადაწყვიტა მათთან ერთად წასულიყო მცხეთაში. ხალხი მეფესთან ერთად მთაზე აღმართული სამი კერპის, არმაზის, გაცისა და გაიმის წინ ლოცულობდა. ნინო ამის შემხედვარი დაღონდა, ცრემლიანი თვალებით უმზერდა მათ. გოგონამ უეცრა ძეცისკენ აღაპყრო ხელები და შეჰაღადა ღმერთს. უფალო იესო ქრისტე, ისმინე ვედრება უღირსისა ჩემისა. აჩვენე ძალი შენი, ჰქმენ სასწაული, შენ რომ გცნან ჭეშმარიტ ღმერთად, გაანადგურე ეს კერპები. როგორც კი ლოცვა დაასრულა, ცა შავი ღრუბლებით დაიფარა. გაიელვა, იქუხა, ქარიშხალი ამოვარდა და კერპები დაიმსხვრა. ხალხი გაოცდა და ამბობდა: ეს რა მოხდა? ალბათ კიდევ არის სხვა ამაზე დიდი ღმერთი, რომელმაც ჩვენს ასძლია. დრო გადიოდა, ნინო სნეულებს კუნავდა და სასწაულებს აღასრულებდა. ერთხელ დედოფალი ნანა ავად გახდა. ის წმინდა ნინოს ეწვია. წმინდანმა დედოფალი განკურნა. ნანა დედოფალმა აღიარა ნინოს ღმერთი და უარყო კერპები, ხოლო მირიან მეფე უარს ამბობდა აღიარებაზე. ერთ დღეს, როდესაც მეფე მირიანი ტყეში ნადირობდა, უეცრად ირგვლივ დაბნელდა. მან საშველად თავის ღმერთს უხმო. არმაზის ღმერთო, დამეხმარე. პასუხად მას ქუხილი შემოესმა. მაშინ მეფემ ნინოს ღმერთს უხმო. ნინოს ღმერთო, რომელიც ხარ ჭეშმარიტი, გამინათე ეს ბნელი, რათა ვირწმუნო შენი. მაშინვე განათდა იქაურობა. მეფემ გაიხარა და მადლობდა ღმერთს. მირიან მეფეს გზად ხალხი შემოეგება. ის გასძახოდა: ხალხნო, განადიდეთ ნინოს ღმერთი, ისაა ჭეშმარიტი, ისაა საუკუნო. ლაშქართან ერთად მეფე მაყლოვანში ნინოსთან მივიდა, სადაც იგი ლოცულობდა.
ნინო ამიერიდან მწამს, რომ იესოა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც შენ გქადაგე. მას ვცემთ აყვანს. დაუყოვნებლივ გავგზავნოთ თხოვნას მეფე კონსტანტინესთან. დიდო მეფეო კონსტანტინე, ქართლის გაქრისტიანებამ სურს და გთხოვ, გამომიგზავნოთ ეპისკოპოსები და მღვდლები. ქართლის მეფე მირიანი. სანამ კონსტანტინე მეფე სასულიერო პირებს წარმოგზავნიდა, მეფემ დედოფალმა და ნინომ განიზრახეს ტაძრის აშენება. ნინოს მითითებით, ის აიგებოდა იქ, სადაც წმინდა სიდონია უფლის პერანგით იყო დაკრძალული. ამ ტაძარს სვეტი ცხოველი უწოდეს. ბავშვებო, ახლა 21 საუკუნეა. წმინდა ნინოს მოღვაწეობის პერიოდი გახდათ მე-4 საუკუნის დასაწყისი. რაც შეეხება სვეტი ცხოველს, ის იყო პირველი ქრისტიანული ტაძარი საქართველოში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი საინტერესო ამბავი, რომელსაც ისტორიული წყაროები გვაუწყებენ. წმინდა ნინოს ბიძაშვილი გახლდათ წმინდა დიდმოწამე გიორგი. რაც შეეხება წმინდა ნინოს ჯვარს, მისი პირვანდელი სახე გახლდათ ჩვეულებრივი ჯვრის ფორმა, თუმცა სხვადასხვა ადგილზე გადატანით ჯვარი დაზიანდა და გვერდითი ნაწილები შვეული გაუხდა. აქვე დაგიტოვებთ კითხვას, რომელზე პასუხიც დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ რატომ ეწოდა წმინდა ნინოს მოციქულთა სწორი. დროებით.